ბატონო გიგლა ჩვენ მაინც თეორიულად ვიჯელობთ ამ ყველაფრის ირგვლივ და თქვენ საკუთარ თავზე გადაიტანეთ ეს ყოველივე და თვითონ ბრძანდებოდით ემიგრანტი და აი შიგნიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი წლების მანძილზე ოღონდ თქვენთან იყო არა ეკონომიკური სარჩული არამედ პირწმინდად პოლიტიკური მოგესალმებით ბატონებო ქალბატონებო ჩვენს ტელემაყურებლებს და უპირველეს ყოვლისა ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც საქართველოსდან სხვადასხვა მიზეზით არიან ზოგი წასული, ზოგი გადახვეწილი, მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, ეს მართლაც ასეა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, თუკი ქალბატონმა რუსუდანმა თქვა, რომ აი პირველი წრე, პირველი ტალღა ემიგრაციის, მეორე ტალღა იყო რამდენიმე ათასი ადამიანი, დღეს ეს მე ძალიან კარგად ვიცი. მთელ მსოფლიოში საქართველოსდან დაახლოებით 1.600.000 ადამიანია წასული ძალიან დიდი ციფრია, როდესაც აქ არ არის საუბარი 60 მილიონიანი ერისთვის, რომ 1.600.000 იყოს, ჩვენ ვართ 3.5 მილიონი ხო? და აქედან რა დარჩენილი და 4 მილიონი და აქედან რომ 1.5 მილიონზე მეტი წასულია, ეს არის პირველი უდიდესი პრობლემა თვით ამ ადამიანებისათვის, რაც მე ჩემ თავზე ვიწვნიე იმ მძიმე 9 წლის განმავლობაში, რაც მე ემიგრაციაში ვიყავი და ეს არის სახელმწიფოსთვის დიდი პრობლემა, ტრაგედია, თუ რა თქმა უნდა გათავისებული აქვს სახელმწიფოს ეს პრობლემა, რასაც ჩვენ ჯერ ვერ ხედავთ, მე რა თქმა უნდა პოლიტიკურ ასპექტში არ გადავიყვან ამ მიმართულებით ჩვენ საუბარს, თუმცა როგორც სოციალური თვალსაჩინო მე მეცნიერის თვალსაჩინოდ განვიხილავდი და ვიტყოდი ამას. საერთოდ მე ცოტა არ იყოს მიკვირს, როდესაც საუბარია თუნდაც უდიდესი და უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე სახელმწიფოსთვის ისტორიული თვალსაზრისით, სოციალური, პოლიტიკური თვალსაზრისით, წარსული საწყოს მომავლის გააზრების თვალსაზრისით კონსტიტუციაზე ასეთი ყურადღება ექცევა სახელმწიფოს მხრიდან იმას, როგორ შეიქმნას მექანიზმი მიწების გასხვისების, რომ უცხოელმა ინვესტორმა საინტერესო დაინახოს საქართველოს, მაშინ როდესაც არ ფიქრობ შენ იმაზე, რომ შექმნა დოქტრინა, შექმნა პროგრამა, შექმნა კომპლექსური ხედვა, როგორ დააბრუნო შენი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი, შენი ემიგრანტები 1.600.000 ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოშია განვითარებული და წასული და მოდით ესე ვთქვათ, მე ძირითადად, როდესაც მე იცით უნდა გამოვყოთ, ისეთ ემიგრაციის ორი მიზეზი არსებობს. ერთი არის წინასწარ დაგეგმილი ემიგრაცია, რა თქმა უნდა, გაუსაძლისი ცხოვრების გამო, პირობების გამო, ამის გამო, მაგრამ დაგეგმილია და ჩვეული ოფიციალურად მიდიხარ. მაგრამ მეორეა ემიგრაციის ნაწილი, რომელიც რაც მე შემეხო, როდესაც აბსოლუტურად დაუგეგმავი იყო, მოულოდნელი იყო და როგორც ძებნილი და როგორც დევნილი, ასე ვთქვათ, ერთი ნაბიჯით გადავასწარი, რამდენიმე წუთით, რამდენიმე თქვათ, ნახევარი საათით გავასწარი იმათ, ვინც სახლში მოვარდნენ დასაკავებლად, ასაყვანად და სხვადასხვა. ამიტომ ნიღბებით, გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით, წინ გადაღებით 60-80 კაციანი სპეცრაზმით, ქუჩის ჩაკვეთით, ხმაური ცივილ-კივილით და ვერ მივართვით ის, რაც მათ უნდოდათ აკაცკაცებული კბილებით რომ მოვიდნენ, ბატკანივით არ დახვდით მათ, უკვე წასული ვიყავი მე, მაგრამ ეს სხვა საკითხია. მაგრამ ისეთ რო გავყავი მე, ნიშა არის ხო, აქ მოულოდნელობის ელემენტი დიდია და ფსიქოლოგიურად შენ არ ახარ მზად ამისთვის. და ყველაზე მძიმეა ერთი რომ ემიგრანტი ხდები უცბად და სამშობლოდან გადახვეწილი ხარ და მეორე ჩემ შემთხვევაში, მაგრამ იქ დაგეგმილი გაქვს, აი მე წავალ, იქ დავიწყებ მუშაობას, იქ ვიღება. მეორე ვიღაც გეგულება, ახლობელია. ვიღაცა გელის წინასწარ დარეკილი გაქვს, რაღაცა არის ახლა 1000 ორგანიზაციები, ვინც გეური აქ თუ არ გამოგდი, ჩამოდი, მოგხედავ და ჩვენ შემთხვევაში და ჩემ შემთხვევაში ჯერ პირველი ეს ხო მოულოდნელი აბსოლუტურად, ფსიქოლოგიურადაც, ფიზიკურად და მეორეც ერთი, როდესაც დავახციე, თქვა თავი ჩემ სამშობლოს, მაგრამ იქ სადაც უნდათ სულიად უმიზეზოთ ჩემი დაკავება და აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში უცბად არის მთელი სამყარო და მარტო შენ არავინ არ გელის, არავის არ უნდიხარ, არა გაქვს დაგეგმილი სარწახვიდე და აი საზღვარი რომ გადავკვეთე, სანამ მანქანა მოვიდო და ჩემი მეგობრების, რომლებმაც, მე ეს სხვა თემაა და ალბათ სხვაგან გვექნება ამაზე საუბარი უახლოეს დღეებში, ვიცი ამ გადაცემასთან დაკავშირებით და ვიჯექი და ვფიქრობდი, სად წავიდე? იმიტომ რომ დაგეგმილი არ მქონდა და არც არავინ მელოდა. ეს მეორე საკითხია, მაგრამ კომპლექსურად საერთოდ ემიგრაციის პრობლემა ურთულესი პრობლემაა და მე კიდევ ერთს ვიტყოდი, იცით, არიან ერები, რომელთათვისაც ემიგრაცია თამსდევი იყო ისტორიულად.
მე არმენოლოგი გახლავართ, ორიენტალისტი, აღმოსავლეთწოდნე. როსტომა იცის ეს საკითხი ძალიან კარგად და თითოეულმა თქვენთაგანმაც, მაგრამ აი მე-5 საუკუნიდან რომ დაიწყო სომხური სახელმწიფოები ევროპის ზღვევა, მე-10 საუკუნეში პრაქტიკულად მე-20 საუკუნემდე სომხეთ სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე არ ქონდა. ამიტომ გენეტიკურად მათში უკვე გამჯდარი იყო მომზადება იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში დაედოთ ბინა და ყოფილიყვნენ მძლავრად, კარგად, ძლიერად და მეზვლახე. და უფრო მეტიც, მათ ჩამოაყალიბეს მთელი ქვეყნებში და განსაკუთრებით ერთ ქვეყანაში ცალკე დამოუკიდებელი სომხეთი. ანუ კილიკიის სომეხთა სახელმწიფო. მაშინ აქ სამშობლო აღარა აქვს. აქ ეს არის მე-11 საუკუნე, 1059 წელი და გასტანა ამ სახელმწიფომ 1555 წლამდე, თითქმის 5 საუკუნე. ეს არის სახელმწიფო ემიგრაციაში და შენ ტერიტორიაზე არა. შენ ტერიტორიაზე და პარადოქსი ისტორიული პარადოქსი. კილიკიაი ჰაიკაკან თაგაორუცუნ ძველ სომხურად, ესე ქვია. კილიკიის სომეხთა სახელმწიფო, რუბენიდების და ლეონიდების სახელმწიფო 5 საუკუნე გაძლო და ახლა ამას რატომ ამბობ, რომ ეს ერი ამისთვის მზად იყო, დიდი პატივისცემა სომხებს. არიან სხვა ერებიც, მაგრამ ქართველებისთვის ეს უცხოხილი იყო და ისე წავიდა ჩვენი ცარგვალი ბედუკუღმართად ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომ 1.600.000, 1.500.000, სხვადასხვა 1.700.000-მდე ჩვენი ემიგრანტი იქნა და ეხლა არ მინდა მე ზედმეტი დრო წავიღო. დაუბრუნდებთ ისე. ბატონო გიგა, პოლისეში არის ხა თვითონ ჯოისი თვითონაც ემიგრანტი იყო და აი შეყურებს თავარი გმირი, მოდიან ძროხები, მოაბიჯებენ და უყურებს და ემიგრანტები ამბობს, ემიგრანტები. ამას ამბობს ირონიით, ამას ამბობს თვითირონიით, ამას ამბობს დრამატიზმით. იმიტომ რომ ირლანდიასაც დაუდგა ეს ყოფა, როცა დაიძრა ირლანდია, მოედო ევროპას, მოედო ამერიკას და აღარავინ აღარ დარჩა იქ და აი ეს ტრაგიზმი თან თოის საკუთარ თავზე ქონდა ნაწუნები და ადგა ამას თავის თავზე ამბობს და ხლა როცა ემიგრანტებზე ვლაპარაკობთ ჩვენ გაგვიძნელდება რომ ასე ირონიით ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენი ტკივილი კიდევ სხვა, როცა ჯოის დაკარგული აქვს მშობლიური ენა, როცა ფესვებს იმ დროს მოწყვეტილი იყო, მე რომ უბრუნდება სიბერეში ეს კიდე ცალკეა, იმ წუთას მოწყვეტილია და იმას ეს შეუძლია ესე ცოტა სარკასტულადაც თქვას და ჩვენ გაგვიძნელდება და არც უნდა ვილაპარაკოთ, ასე ჩვენთვის ეს დრამატიზმია, ჩვენთვის ეს კომიზმი და ირონიის საგანი ვერასოდეს ვერ გახდება, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. ძალიან მტკივნეულია, ძალიან. კივე ჯოისი ახსენეთ და არ მახსოვს ეს სადა აქვს მას ნათქვამი, უკვე ასაკშია. ჩვენ გვისაუბრია ამის შესახებ ბატონო როსტომ და იქ ერთი ჟურნალისტი ეკითხება მგონების უცხო ქვეყანაშია და როდის დაბრუნდებით ირლანდიაშიო, ცნობილი ფრაზაა და მოხუკე ეს ინტერვიუშია და ოდესმე კი დამიტოვებიაო ირლანდიაო ეგ ასულე ეს ბოლო დროს ამბობდა დატოვებული ქონდა ეს ქონდა ერთი ხანობა და ბოლოში უკვე მომდა ისე ის ფესვები მომდა ძალიან და მართლაც აი ირონიულად შეუძლებელია ამის თქვა იგივე ეს უცბად გამახსენდა ჩემი ფილოსოფია ეს არის ღმერთის ლოდინიო ამბობს ჰაიდეგერი და აი მე ვისაც ვიცნობ 80% ვინც გავიცანი სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრანტების აი ყველა მათი და ჩემი ფილოსოფია იყო როგორმე დროულად დაუბრუნებულიყავით წელგამართულ სახელმწიფოში რამდენიმე სახელმწიფოში მოგიწიათ ყოფნა ეხლა ეს საინტერესო არა აი თამარმა თქვა და უცბად გამიჩნდა აზრი რომ ეს ევროპის ქვეყნები ვიცით ჩვენ რუსეთში ვიცით ჩვენი ემიგრაცია იმით არის საინტერესო რომ პირველი ტალღა მეორე ტალღა მესამე ტალღა 20 წლებამდე 20 წლებამდე ეს არის ინტელექტუალური ტალღა ეხლაც ასეთები წავიდნენ მაგრამ ძირითადი მიზეზი იყო პოლიტიკა ინტელექტი და ბუნებრივი ამ ხალხმა ყველგან რაღაც შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთშიც სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან დაწყებული რა ვიცი რა არა საარტილერიო სასწავლებლო ქართული გენი და ევროპაშიც და ეხლანდელი ემიგრაცია როგორც თამარმა თქვა უფრო მძიმე მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით რომ საშოვარი და აი ხელფასი და საქართველოში გამოსაგზავნ სახელმწიფო ვერაძლერი გამოსაგზავნ თანხებზე ფიქრობს და ყველაზე საინტერესო იცით რა არის რომ ემიგრაცია გაიზარდა აღმოსავლეთის ქვეყნებში ცენტრალურ აზიაში, შუა აზიაში, შორეულ აღმოსავლეთში. ადრე ჩინეთში იყო, რა? ჩინეთში იყო. ეხლა მე გეტყვით, რას წარმოვიდგენდი მე თუ თქვათ დიდი ქართული გვარი
იმამყული ხანი, როსტომ ხანი, სეფი მირზა, ალავერდი ხანი, ცნობილი თავარსარდლები, შახაბაზის უნდილაიძეები იყვნენ, ხომ? მათ გარდა მე ირანში დიდი დიასპორა დამხვდებოდა, დამხვდა ქართული. რას წარმოვიდგენდი თუ ავღანეთში ქართველებს შეხვდებოდი? რას წარმოვიდგენდი თუ ყაზახეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში ვნახავდი ქართველებს? ეს არ ვიცი. ჩვენ გონიო რომ იქ არ არიან და ეს სხვა სამყაროა. გონიო თვითონ როლაკაცია და იქაც დიასპორებია, ხო? უჭირთ, კარგად არიან თუ ცუდად არიან, ვერ არიან კარგად, განიცდიან და ისიც მე სულ ვფიქრობ ჩვენ გარდა ჩვენი სპეციალობისა მოქალაქეები ვარ და როდესაც ვიაზრებ ხოლმე როგორც ლიტერატორი ან მეცნიერი სახელმწიფოს პრინციპებს, სიძლიერის სახელმწიფოს დღევანდელ ყოველშაბათს საქართველოს სახელმწიფოს რამდენიმე ფუნდამენტალური უმნიშვნელოვანესი საბაზისო მნიშვნელობის, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი აქვს მოსაგვარებლად. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის უსაფრთხოება, ეს არის რეალური ეკონომიკური რეფორმები და არა აი ნარკოტიკები ვიტრო გვიგზავნიან დახმარებებს. ეს არის დემოგრაფიული კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორება და ყველაზე მთავარი ჩვენი სისხლი და ხორცის დაბრუნებისთვის ხელი შეწყობა. ჩვენი ემიგრანტების უკან დაბრუნება, ჩვენია ის. სადა გვაქვს ამის ფუფუნება რომ ვარიგოთ მარჯვნივ და მარცხნივ. აი ამისთვის უნდა იყოს გამეცადინებული არა მხოლოდ სახელმწიფო, საზოგადოებას და უნდა მოთხოვოს. იცით საზოგადოება, როდესაც ეხლა მე ცოტა ეს არ შეიძლება არ თქვა ეს, როდესაც გამეცადინებულია Facebook-ის დონეზე ნარკოლიბერალიზაციაზე, შედალოსილო რომ არ უნდა ჩაუდო ნარკოტიკები ჯიბეში, ეს ვიცით, მაგრამ რა გახდა ეს ნარკოლიბერალიზაცია იმდენი ფიქრი, როდესაც არა ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები გაქვს და როდესაც ამას თქვა ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი ან ჯგუფი ან არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ ხვდება, ჩვენ უნდა უთხრათ ეს და სახელმწიფომაც უნდა გაითავისოს ის როსტომ არა და აღარ იქნება ამდენი ემიგრანტი. პრიორიტეტი რა არის უმთავრესი ეს არის მეორე და მესამე ხარისხოვანი. არა პლანის მოწევა ყველაფერი საფიქრებელია, მაგრამ ხო არის მთავარი და ხო არის მეორე ხარისხოვანი და ბატონო გიგლა, თქვენს მინდა კითხოთ და კი ბატონო. ქალბატონ რუსლანს და ქალბატონ თამარს. არ ერთგვაროვანი აღქმა გამოიწვია სრულად საქართველოს კათოლიკოსი პატრიარქის სიტყვებმა. ზოგმა ეს გაიგო ისე რომ მიესალმებოდა ემიგრაციას და ურჩევდა რომ დაბრუნებულიყვნენ და არ მოწყვეტილიყვნენ საქართველოს, ნაწილმა იწო რომ იქ უნდა დარჩენილიყვნენ, როგორც ხდება ხოლმე. ეს იყო პოლიტიკური კონიუნქტურა და არ გვინდა პოლიტიკური კონიუნქტურა. გავიაზროთ სწორად, დავუნებოთ საერთოდ პოლიტიკას თავი. სოციალურად, როგორ შეიძლება აღვიქვათ, ზნეობრივად, როგორ შეიძლება აღვიქვათ მისი სიტყვები. მე ესე აღვიქვია სიტყვები, ჩვენ ყველანი მართლმადიდებლები, მორწმუნენი თანამონაწილე ვართ უწმინდეს უნეტარესის არაპირდაპირ არამედ ირიბად მისი თეოლოგიის ტრაქტატის დონეზე დაწერილი საკვირაო ქადაგებებით და მე თუ კი გავაანალიზებ ყოველივე ამას, უკვე წლებია ჩვენ გვესმის მისგან ემიგრანტებისადმი რომ ძალიან კარგია იქ და დაბრუნდით. მაგრამ უწმინდეს უნეტარესი არის კავშირი უფალსა და ჩვენ შორის, ხომ? და როდესაც 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 4 წელი, 5 წელი, 10 წელი სულსალღაც მივილთვით, ხან ნატოში და ხან მაშინ თავარი გვავიწყდება და ხედავს ალბათ რომ ქვეყანა არ არის მზად ჩვენი მილიონზე მეტი ემიგრანტის ჩამოსვლისთვის, მან ვალდებულებად აიღო ალბათ ის რომ არ უნდა რომ ადამიანები დაბრუნდნენ და არაფერი არ დახვდეს და ისევ გასაქცევა და წასასვლელად მოუხდეს საქმე და ამიტომ როგორც სინდისიერმა ადამიანმა, როგორც დიდმა მოღვაწემ უთხრა რომ გახსოვდეთ საქართველო, იცხოვრეთ საქართველოთი, მაგრამ ნუ დაბრუნდებით, იმიტომ რომ საქართველო არ არის სახელმწიფო, საქართველო შეიძლება მზად არის საზოგადოება მეტნაკლებად, მაგრამ სახელმწიფო არ არის ამ ეტაპზე მზად. თესვებს არ მოწყდეთ, მაგრამ ნუ იჩქარებს აი უკეთესად ხართ როგორც შანს და აქ არაფერი არ ხდებათ და მარტო ქადაგების დონეზე და ის რომ პატრიოტიზმი ყარდება ამ ყოფიერებაც ხომ არის არა მნიშვნელოვანი და ალბათ ეს იყო მისი ნათქვა. მე ესე გავიგე. ემიგრაცია ყოველთვის იქნება. დალხენილ ქვეყანაში მიზეზები 1000 გვარია, მაგრამ არა ამდენი და არა ასეთი მდგომარეობა. და როგორ წარმოგიდგენიათ აი პროგრამის შემუშავება, როდემდე შეიძლება ეს ყველაფერი გადაიდოს და არის თუ არა ეს ერთ-ერთი უპირველესი საკითხავი ჩვენი წუთისოფლისა. უდაოდ, აი მართლა ძალიან კარგი ესეთი ფორმულასავით ჩამოქენით თქვენ ჩვენი წუთისოფლისა, მართლა ჩვენი ალფა და ომეგაა.
ჩვენ უნდა გვავიწყდება რომ ეხლა საუბრობთ, მაგრამ 20 კილომეტრში, 22 კილომეტრში საქართველოს დედაქალაქთან, სატახტო ქალაქთან უცხო ქვეყნის ჯარი დგას. ჩვენ უნდა გვავიწყდება ის, რომ საქართველოს მარცხნივ და მარჯვნივ არც სადემილიტაციო, არც სადემარკაციო საზღვარი არ აქვს დადგენილი. ჩვენ უნდა გვავიწყდება ის, რომ არის ცოცავი ანექსია. ჩვენ უნდა გვავიწყდება ის, რომ 400,000-მდე ტოლვილი ყავს საქართველოში. და როცა აი ამ კომპლექსი არის ასეთი პრობლემატიკის და ჩვენ კიდევ არ აგვაქვს ჩამოყალიბებული სახელმწიფოს და ერს ჩვენი ემიგრანტების დაბრუნებისთვის მომზადების ეტაპები არ არის აუცილებელი 1,600,000-ვე. შეუძლებელია, მაგრამ ეტაპობრივად გადალოცულებო ისე მიმართავ ხელის უფალთ. არ ვაკონკრეტებ, ხელის უფალს მიმართავ, საერთოდ ზოგადად ვამბობ ამას, ხომ? სივრცეში ვამბობ. იმიტომ რომ არ მინდა რომ პოლიტიკოსობა დამწამონ ეხლა რომ აი იყენებს ტრიბუნას რაღაცისთვის, არა. თუკი თვეები და ნახევარი 1 წელი დაგჭირდათ იმისთვის რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი 200 გვერდიანი მოგემზადებინა და გამოწვლილივით გემუშავათ. რა გახდა რომ დაგვედოთ ცალკე დიდი დოკუმენტი სპეციალისტები აქაც ყვანან და უამრავი ძალიან ძლიერი თქვენ და სხვები არიან და ჩვენ ჩავერთვებოდით როსტომ თქვენი მიმართულებით ჩვენ სხვებიც რომ დაგვედო თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტში წელგამართული პროგრამა როგორ შეიძლება ეტაპობრივად საქართველოს დაიბრუნოს საქართველოსთან წასული ადამიანები თუ კი ფიქრობ ჩვენ თურქ მესხები ეს პირობითი ტერმინია სახელმწიფო იმა დაბრუნებაზე მაჰმადიანი მესხები ესე ჯობია მართალ ზანებთ მაჰმადიანი მესხების დაბრუნებაზე შედალოცვილო შენი წასული და ებრუნე ამაზე იფიქრე თუ კი იმას ფიქრობ რომ თურმე რომელიღაცა ბანკირი საქართველოს საინვესტიციო გარემოს დაგვიწუნებს ჩვენ კი თუ კი ჩვენ ჰაიხარად მიწები არ მივყიდეთო იმაზე რატომ აფიქრობ იაფათ ან იაფიანის სესხით ან შეღავათიანის სესხით დავაინტერესოთ ჩვენი საქართველოსთან გადაკარგული 1,600,000-დან რამდენიმე და ჩამოვიყვანოთ ის და ამის მაგალითი კლასი ჩვენ შორს მივდივართ ხოლმე იცით მაგრამ უვიცობა არის ხელისუფალის ყველაზე დიდი ნაკლი ზოგადად ვამბობ ამასაც და კონკრეტულად რას იგივე ჩვენ საუბრობდით ამის შესახებ ილია ჭავჭავაძის რევას გაბაშულს აქვს იგივე დიდი პარიზში 57 წელს ჟურნალში დაბეჭდილი ეკონომიკური რეფორმები ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკი ილია ჭავჭავაძემ შექმნა იმიტომ საადგილმამულო ბანკი რომ ქართული მიწებს შალის ფასად რომ გირაოთ აბარებდნენ უცხო ტომელებზე ქართველი გაღატაკებული თავადაზნაურობა მას გამოესყიდა და დაებრუნებუნა ქვეყნის ეს გააკეთა ეს მაგალითი გვაქვს ოპერაციის მაგალითი გვაქვს ილია ჭავჭავაძის და ჩავდოთ ეს ყველაფერი გამზადებულ ფორმულასავით დავაფინანსოთ გვაქვს ამის საშუალება და დავიწყოთ ეტაპობრივად ჩვენი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესი. ეხლა აი ქალბატონმა რუსუდანმა და თამარმა რას თქვეს აი ძალიან უცბად გამახსენდა ერთი ესეთი ძალიან გულსატკენი მაგალითი ჩვენ ხშირად ვამბობთ სახელმწიფო არა ხშირად საზოგადოებაც ჩვენი ბევრი მიმართულებით არ არის მობილიზებული. ძალიან სუყე ტკბილი ცხოვრების დოლჩე ვიტას ფილმის რო არა, კარგი ტკბილ ცხოვრებაზე გამეცადინებული, არ მინდა ფილისტერული თქვა საზოგადოების ნიშნები შეემჩნა ქართველ ერს და ეს არის ძალიან ცუდი და აი მაგალითი მინდა ერთი ასეთი მოვიტანო ეს ახლა ძალიან ლოკალური კონკრეტული მაგალითია, მაგრამ ვერ განაზოგადებ, მაგრამ მაინც როდესაც მე ერთ ქვეყანაში ვიყავი წასული, ჩემმა მეგობარმა გამაცნო ერთი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილები. და იქ დაბადებული ბავშვი 2 თუ 3 წლის იყო, რომელიც პირდაპირ წავიდა ჯერ ბელორუსიაში, შემდეგ მოსკოვში, შემდეგ გროზნოში, უკრაინაში და მე სადაც მათ შევხვდი, უკვე 16-17 წლის გოგონა არის, ახლა 20 წლის. და მას საქართველოს ასე ვთქვათ, აფხაზ სოხუმის გარდა ნანახი არ ქონდა და ოცნებობდა, თვითონ ისწავლა ქართული ენა, იცის ყველა ენა, მაგრამ ქართული ენა და ერთჩვენი დღეს ირეკება, აი სულ ყვები 2-3 კვირის ამბავს, ხატი აქვია ამ გოგონას და გიგლა ბატონო გიგლა მე იცით ვინა ვარ როგორ არა ხატია როგორ ჩამოვედი თბილისში ჟურნალისტ რაღაცა ჩამოვიდა და პირველად მოვედიო აი საქართველოში და რა თქმა უნდა ვინახულე რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და მოწყენილი მეჩვენა არა და ველოდი რომ გაცისკრონებული დამხდებოდა და ბუნებრივია დამაინტერესა და რატო ხვალ რომ მიდიხარ არა ვიციო ბატონო გიგლა ხო იცით როგორ მოვდიოდიო საქართველოში აი მეგონაო რასაც мама მიყვებოდა რასაც დედა მიყვებოდა რასაც სანდრიკა მიყვებოდა ჩემი მეგობარი ვისგანაც გავიცანი ცნობილი არქიტექტორია ის ახლა მოსკოვშია რასაც თქვენ მეუბნეოდითო და იცითო აი დავდივარ თბილისის ქუჩებშიო ბათუმშიც ვიყავიო იქაც ყვე და
ვერ დავინახე მე ის რაც ესე ჭირდება საქართველოსო. ვერც იმის ტკივილი რომ ჩვენ მიწები გვაქვს დაკარგული და დასაბრუნებელი გვაქვს, ვერც ის რომ ემიგრანტები ვახსენოთ, გვახსოვდეს და მათზე ვიზრუნოთო და ამან ცოტა არ იყოს დამამძიმაო და მე შეუსრულკეცი რა შენეთყობა ვერ მოასწარი და მან ხო არ იცის და ჩვენ ხო ვიცით რომ ეს მართალია. მაგრამ რა არის ახლა? უკვე ბოლოსკენ გადაიხარა ჩვენი მსჯელობა. თავიდან გონია რომ რა ბევრია 1 საათი და აღმოჩნდება რომ უცებ გეფშუნება ხელთ და როგორც ნიშანდობლივია დე-ფაქტოს გადაცემებისათვის თითოეულმა ჩვენგანმა რომ შეაფასოს აი დღევანდელი მსჯელობა ჩვენი და როგორ წარმოუდგენია ქართული ემიგრაციის ბედი უახლოეს ხანებში. ქალბატონო რუსუდა. გითხარით რომ ძალიან ოპტიმისტი ვარ. ხანდახან გაუმართლებელი ოპტიმისტიც, მაგრამ ვერ გეტყვით რომ ამ მხრივ ძალიან ოპტიმისტურად უყურებ ამ ყველაფერს. არ მგონია რომ ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ აი პერსპექტივა, როგორ გასახება. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის ის ადამიანები, რომლებიც ადგილზე ფიქრობენ და ცდილობენ და არ ელოდებიან სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, რომლებიც იქმნიან სკოლებს, უკრაინიდან ერთი ხალი იყო ჩამოსული და რო ჩამოთვალა რამდენი რამეა გაკეთებული, ერთმანეთს უყურებდით, რომ კაცო, ეს რაღაც ზღაპრებს გვიყვება და მე რო დაჯდა სალონიკიდან ჩამოსული ერთი თავის პრობლემებს რო ლაპარაკობდა, ამას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგე იმისათვის, რომ ადგილზე საქართველოს შეექმნაო, ასეთი რამ თქვა. და აი ამ ადამიანების იმედიც მაქვს პირველ რიგში, რომ ისინი ძალიან ებღაუჭებიან ქართველობას იქ, ცდილობენ რომ შვილები ხო, შექმნან საქართველოს, შვილები დააკავშირონ ამ ყველაფერს, ჩამოიყვანონ და აჩვენონ ქვეყანა და ცოტა ჩვენც თუ ხელს შეუწყობთ. საზოგადოება, იცით ბატონო გიგლა, რა შეიცით საქმე, ქართველები ცოტა თავქეიფა ხალხი ვართ. ასე რომ არ ვიყოთ, ალბათ ვერ გადავრჩებოდით. ჩვენ ესეთი მძიმე ისტორია გვაქვს, რომ ხანდახან ცოტა ქარაფშუტები. გრიგოლ რობაქიძეს ცოტა ქარაფშუტები. კარგიაო ესო ის ამბობს. ცოტა ქარაფშუტები. გულმა უწყობა კარგიაო. ცოტა ქარაფშუტა თუ არ ვიქენით, ალბათ დიდი ხნით უნდა გაგვეთხარათ ჩვენივე საფლავი. მაგრამ ერთეული ადამიანები და სახელმწიფოს და საზოგადოების რაღაც ნაწილის გაერთიანება ნამდვილად მოიტანს კარგ საქმეს და რაღაც პერსპექტივებს პატარ-პატარა სამხრივ ხედავ. ეს უცებ არ გადაწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ აი მე იმ ბავშვების პირველ რიგში ჩემთვის სამიზნე ჯგუფი არიან ის ბავშვები, რომლებაც მომავალი უნდა შექმნან. პირველ რიგში იმათ უნდა შეუქმნათ ყველა მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ საქართველოში დაბრუნება მოუხდეთ. კაბზონ თამა. პირველ რიგში ალბათ მთავარია ეკონომიკური რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ მე შემიძლია თქვა, ჩვენ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და საზოგადოებამ და პირველ რიგში მედიამ არ უნდა გავჩუმდეთ. არ უნდა გავჩუმდეთ, ყოველთვის უნდა გავაშუქოთ ეს პრობლემები და რაღაცნაირად ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს. ეს არის მთავარი, ხო? მთავარი, რა თქმა უნდა. ბატონო გიგლა, ეს დაახლოებით ვიზიარებ ამ სლაიდ მოტივს. უპირველეს ყოვლს უდიდესი მადლობა ბატონო როსტომ, რომ აი თქვენ ესეთი როგორც ყოველთვის ესეთი მნიშვნელოვანი თემა წამოწიეთ. მე დარწმუნებული ვარ, როგორი გულის ფანცქალით უყურებს ამ გადაცემას ჩვენი ემიგრანტული სისხლი და ხორცი. და სახელმწიფო და საზოგადოება ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ყოველწუთიერად როგორც უნდა გვახსოვდეს სამაჩაბლო, გვახსოვდეს აფხაზეთი, ასე უნდა გვახსოვდეს ჩვენი ემიგრაცია. მე როცა მიჭირდა ხოლმე იქ ბევრ ძირითადად ესე იყო და ისევე როგორც ყველა სხვას მე ჩემ თავს არ გამოყოფ, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, სულ მახსენდებოდა ავთანდილის ანდერძის ჩემი ის რა თუნდა ამას იქ რომ ვახსოფელო რაში განხარ, რას გვაბრუნებ, შემდეგ რომ არის საწაიყვან სადაურსა, მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსაო, რა ნათქვამი, ამით ვიმშვიდებდი გულს და მართლაც არ გაგვწირა არ მეც ღმერთმა და სხვებმაც და ასევე ღმერთის იმედიც უნდა ქონდეს, ქვეყნის იმედიც, ერთმანეთის იმედიც და აი როგორც თქვენ თქვით ქალბატონ რუსუდან, რა ვიცი, ქართველებმა უნდა ესეც გადავაგოროთ. ეს რთული განსაცდელია ეს და ეს არ უნდა მეორე ხარისხოვანად არ უნდა განვიხილოთ უმნიშვნელოვანეს და ესეც უნდა გამოვიაროთ ალბათ სიძლიერისთვის და გველით ჩვენს ემიგრანტებს.